სოციალური საწარმოს შექმნის იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც 50 წლის ასაკში ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში ბაღის დიზაინზე. წარმატებით გავიარე სოციალური მეწარმეობის ტრენინგ კურსი, პარალელურად გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, სადაც დავწერე პროექტი და გავიმარჯვე. ასე შევქმენი სოციალური საწარმო ნანა მწვანე კერა. ეს არის ბავშვებო მარად მწვანე ლიმონი მეიერის სახეობის ჯიშის პროექტის ფარგლებში ავაშენის შენობა და შევქმენი სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური, მრავალფუნქციური და შემოქმედებითი გარემოს შექმნას. ამ სივრცეში 300-მდე მცენარე ყვავილობს. ეს არის ბუჩქოვანი, ერთწლოვანი, მრავალწლოვანი თუ მარადმწვანე. წელიწადის ყველა სეზონზე ყვავილობს რაღაც მცენარეები მაინც. გვაქვს ღია და დახურული სივრცეები, ასევე გვაქვს სათბური. აქ მოსულ სტუმრებს პრაქტიკულად შეუძლიათ დააკვირდნენ მცენარეების ზრდასა და განვითარებას. დახურული სივრცე მოიცავს თერაპიულ აქტივობებს, სადაც შესაძლებელია მუსიკის მოსმენა, ფერებთან მუშაობა, კერვა, ქსოვა, ქარგვა, თექაზე მუშაობა. ასევე შესაძლებელია ქართული ხალხური საკრავების შესწავლაც. შემოვახვდეთ ბეწვი, რადგან გავაკეთოთ წიწილი. აიღე ნემსი ხელში. ჩავთექოთ ნემსით. ჩავდებთ მცენარეს, ნახეთ. ქალაქთან ახლო მდებარეობა ხელს უწყობს ადამიანებს მოვიდნენ, რომელთაც არ აქვს საშუალება ბუნებასთან პირდაპირი შეხება და ურთიერთობა, დატკბდნენ ამ სილამაზით და ამ სივრცით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ის პროცესი, რომ პატარაობიდანვე ვაზიარებთ ამ სიყვარულს ბუნებისადმი და პრაქტიკულად ექნებათ შეხება ბუნებასთან, თვითონ სიახლოვე მცენარეებთან. ხემცენარის ძირში დასარგავად არის იდეალური, მოედება ხალიჩასავეთ, ყვავილობს, ჭრელი ფოთლები აქვს, ლამაზი არის. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ამ ასაკში და შევქმენი ნანას მწვანე კერა. მომავალში ვგეგმავ სპორტულ გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობას. ეხლა კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თვით განვითარებას და განათლებას ასაკი არ აქვს.